სალამი მოგესალმებით, ჩვენ ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები და მალე დავამთავრებთ 68-ვე ნაწილს, ეს ბოლო და მეორე კითხვა თუ არ მეშლება. ძალიან საინტერესო კითხვა სვავს პიროვნება და ეს ალბათ თქვენც გეხებათ, მეც მეხება, იმიტომ რომ ბევრი შეიძლება შეცდომით აღიქვამდეს, მოწყვიტოს ბიბლიის რომელიმე მუხლი და თავის თავზე არასწორად მიიღოს. ამ პირიქით იგნორება გაუკეთოს და თავის თავზე არ გაატაროს. რასაც ქვია აპლიკაცია მაგალითად, ხო? აპლიკაცია არის ის, რასაც ღმერთი ელაპარაკება მაგალითად ნოეს, ადამს, ევას, ძველი აღთქმის გმირებს. ჩვენს გვეხება თუ არა? ასევე ახალი აღთქმის ყველაფერი გვეხება ჩვენ თუ არა? აი ამაზე არის ლაპარაკი და განსაკუთრებით ძველ აღთქმაზე. ის მუხლებიც ამოვწერე და იმ მუხლებსაც გაგაცნობთ. ძველი აღთქმის დაპირებები ქრისტიანებზე, ანუ ჩვენზეც ვრცელდება დღეს? და ლაპარაკია კონკრეტულ ერემიას ადგილზე, მე წაგიკითხავთ მაგასაც. და ჯონ მაკარტური ესე იწყებს, აფრთხილებს რომ მალე დამთავრდება, არ ვიცი გვექნება თუ არა დრო ყველას რომ გავცეთ პასუხი და ვინ არის შემდეგი გთხოვთ. ვეცდებით მოკლე კითხვაზე უპასუხოთ პასუხები და ძალიან სწრაფად. სალამი ჯონ, მე მოგესალმეთ, მე რონი მქვია, გამარჯობა რონ. უპირველეს ყოვლისა მე და ჩემი მეუღლის გსურთ მადლობა გადაგიხადოთ თესალონიკეთა წერილის გარჩევისათვის. მან ბევრ ჩვენს კითხვებს უპასუხა პასუხი და ასევე სხვა კითხვასთანაც მივდივართ. დიახ, ყოველთვის ასე ხდება ხოლმე, ჯონმაც დაუდასტურა, რომ ადამიანები როცა რაღაცას გაცემენ პასუხს ერთ ადგილზე, ბიბლია კიდევ გვიშლის უფრო სიღრმეებს და უფრო მეტი კითხვები გვიჩნდება, უფრო სიღრმეულად შესასწავლად. მე ამ ქვეყნიური უხთოგზით დავდიოდი და გავხდე რჩეული და ჩვენი ოჯახიდან მინდა ეს კითხვა დავსვა. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს კითხვა ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთან დაკავშირებით და როდესაც ისინი სულიწმინდის ძალით საუბრობენ და დაპირებებს იძლევიან ღმერთიდან, ვისთანაც საუბრობენ. ეხება თუ არა ეს დაპირებები, მაგალითად, ჩვენ ოჯახში, ჩვენს ქრისტიანულ ოჯახსაც და ამ ეკლესიის წევრებსაც. მაგალითად, ერემიას წიგნიდან რადგან ვიცი გეგმები, რომლებიც მაქვს თქვენთვის აცხადებს უფალი თქვენი კეთილდღეობისთვის და არა უბედურებისთვის, მოგცემთ რომ მომავალი და მოგცეთ იმედი. და თქვენ ეს იცით, ბატონო პასტორო. ასე ეს ჩვენთვისაც დღეს შეგიძლია განვიხილოთ ეს დაპირებები და ჩვენზეც მივიღოთ და ძველ აღთქმაში მრავალი ბევრი მაგალითი ასეთი. შეგვიძლია თუ არა ისინი გავავრცელოთ ახალი აღთქმის ქრისტიანებზეც. და ჯონ მაკარტური პასუხობს. დიახ, ძალიან კარგი კითხვაა. ესე იგი, ადრეც მithქვია და ეხლაც ვამბობ. არსებობს გარკვეული დაპირებები, რომლებიც კონკრეტულად ისრაელის ერს ეძლევა. არსებობს გარკვეული დაპირებები, რომლებიც კონკრეტულად ისტორიულად გარკვეულ ადამიანთა ჯგუფისთვისაა მიცემული, მაგრამ არის დაპირებები, მაგალითად, როდესაც რაც თქვენ ახსენეთ, ხო? ეს არის იერემიას 39 თავიდან, რომელიც უნივერსალური დაპირებაა. და მე წაგიკითხავთ ამ ადგილს და კონკრეტულად იმ მუხლსაც. 29 თავში ამ ნაწილიდან დავიწყებ. ბაბილონში გადასახლებულებს ეუნება სულიწმინდა ერემიას პირით. რადგან ასე ამბობს უფალი, 70 წელი რომ შესრულდება ბაბილონს, მაშინ მოგიკითხავთ და ავასრულებ თქვენზე ნათქვამ ჩემ კეთილ სიტყვას. დაგაბრუნებთ მეთქი ამ ადგილზე. ნახეთ, ესე იგი ისრაელსაც ეხება და ეხლა მოდის უნივერსალური მუხლი, რომელიც ამ პიროვნებამ რონმა მოიყვანა და ჯონ მაკარტურიც ადასტურებს, რომ ეს ჩვენს გვეხება. ვინაიდან მე ვიცი ზრახვანი, რაც თქვენზე განვიზრახე. ამბობს უფალი, სასიკეთო და არა საბოროტო ზრახვანი, რომ მომავალი და იმედი მოგცეთ. აი ეს ყველას გვეხება, მაგრამ კონკრეტულად ებრაელებსაც ეხება ბაბილონი და ხო? და აგრძელებს მომიხმობთ და მოვალ, შემევედრები და მოგისმენთ. ესეც ჩვენ გვეხება, ხო? ღმერთს მოუხმობთ, მოდის, შევევედრებით, მოისმენს. ძებნას დამიწყებთ, მიპოვით, რაც მთელი გულით მომძებნეთ. ეს მე-13 მუხლი. ეგეც ჩვენ გვეხება. თავს გაპოვნინებთ, ამბობს უფალი და დაგაბრუნებთ ტყვეობიდან, ჩვენ ცოდვის ტყვეობიდან, ისინი ბაბილონის ტყვეობიდან. შეკრებთ ყველა ერიდან და ყველა ადგილიდან, სადაც გაგფანტეთ, ამბობს უფალი და დაგაბრუნებთ იმ ადგილზე, საიდანაც გაგაძევეთ, ხო? ასე იგი, ნახეთ, ეს არის უნივერსალური დაპირება და ზუსტად ამას ამბობს უფალი. საიდანაც გაგდევნეთ, აქ არის პატარა გამომრჩენია იქ, გაგაძევეთ და გაგდევნეთ, იგივეა, ხო? აქაც დავამატებ ჩვენ ამას. თუ დაბეჭდა მოგვიწია მე ამ კითხვა პასუხების, ხო? ასე რომ
ნახეთ, ჩვენ შეგვიძლია ესე გადავიტანოთ, მაგალითად, ღმერთმა გაფანტულები ვართ ქრისტიანები, შეკვირებს და თავისთან მიგვიყვანს, როგორც 1000 წელში, ასევე 1000 სუპეულშიც. ხედავთ, შეიძლება აქ უნივერსალურიც მოერგოს კონტექსტიდან. ასე რომ, ახლა ჯონ მაკარტური აგძლევს ჩვენაგვარა გვაქვს მაგალითად დაპირება ისრაელის მიწის შესახებ, რომელიც ებრაელ ხალხს მიეცა. აი საქართველოს რო ამბობს, რომ რჩეული მიწა ვარ, ჩვეული მიწა ვართ, მარიამის ღვთისმშობლის რჩეული. არა გვაქვს ჩვენ ეგ დაპირება, ეს ტყუილი, ეს ლეგენდებია და ისრაელს აქვს. ისრაელს ეს მიწა მიეცა, ახლა ხედავთ მიეცა და მომავალშიც ექნება და აღდგება იმ დიდებაში, რა დიდებაში, რა საზღვრებში ღმერთმა მათ შეპირდა. მაგრამ ჩვენ შეიძლება დავკარგოთ, როგორც დაკარგა ბერმა ერემა და აღარ არსებობენ თავის მიწაზე. და შეიძლება ერიც აღარ არსებობს ბევრი. და ჩვენ გაფანტულები ვართ, ეხლა უკვე გაფანტულები ვართ ქართველები, ხო? აგრძელებს ჯონ მაკარტური, ასე რომ არსებობს დაპირება, როდესაც კონტექსტი თვითონ გეტყვით, აი როგორც ჩვენ ხა კონტექსტმა გვითხრა, მაგრამ არსებობს დაპირება, რომელიც უბრალოდ ასახავს უფლის დაპირებას, რომ მისცემს ყველაფერს, რაც მას აქვს, საკუთარ ხალხს და ეს იქნება ამის ნაწილი. არსებობს დაპირება, რომელიც ღმერთმა კონკრეტულად ისრაელს მიცა, მაგალითად, ხშირად გესმით თქვენ ადამიანების ციტატები, თუ ჩემი ხალხი, რომელიც ჩემი სახელით იწოდება, დაიმდაბლებს თავს, ილოცებს და მოძებნის ღმერთს, მაშინ მეც ზუსტიტყვები ხა არ ვიცი, ამბობს ჯონ მაკარტური, მოვალ ზეციდან და გავკურვან მათ მიწას. ნახეთ, მიწის განკურნებაზე ალაპარაკ. ეს ისრაელს ეხება და არა საქართველოს, არა ამერიკას. ეს არის დაპირება ისრაელის არის მიმართ მათ მიწასთან დაკავშირებით. ეს არ არის დაპირება ეკლესიისთვის, რომ თუ ვილოცებთ, ამერიკა განიკურნება. ხედავთ? ნახეთ, ჯონ მაკარტური ამბობს ამერიკაზე. ანალოგი შეგვიძლია საქართველოზე, რუსეთი, რომლებიც ჩემულობენ, სერბეთი, რა ვიცი კიდე ვინ ჩემულობს, ხო ამ იმებს, რა ქვია, რომ მათ რჩეული მიწა აქვთ. ასე რომ არსებობს დაპირება, რომელსაც კონტექსტი თვითონ გეტყვით ამას, მაგრამ არსებობს ზოგადი დაპირება, როგორიცაა ეს, რომელიც ნამდვილად ვცელდება ყველა მორწმუნეზე. და იერემიას 31 თავში ახალ გულზე და ახალ სულზე დაპირება, ახალი აღთმის დაპირება. მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირ ისრაელს ეძლევა, ვრცელდება ყველაზე, ვისაც სწამს, რადგან ახალი აღთმის ჭეშმარიტება, ღვთის ახალი აღთმის დაპირება მოცემულია ყველასათვის, ვინც ღმერთთან ქრისტეს საქმით მოდის. და აქ ეზეკიელით შეიძლება გავიხსენოთ 36 თავი, ქვის გულს ამოვიღებ და ხორცის გულს ჩავდებ, მაგრამ ეხლა წაგითხავთ ერემიას 31 თავს, რაც ჯონ მაკარტურმა ახსენა, მაგრამ არ თქვა, მე ამოვიღე ის მუხლები. აჰა მოდის დღეები, ამბობს უფალი, როცა ახალ აღთქმას დაუდებ ისრაელისა და იუდას სახლებს, არა ისეთ აღთქმას, რომელიც მათ მამებს დაუდე იმ დღეს, როცა ხელი მოვკიდე ეგვიპტის ქვეყნიდან გამოსაყვანად. აღთქმა, რომელიც დაარღვიეს, თუმცა ქმრობას უწევდი მათ, ამბობს უფალი. რადგან ასეთ აღთქმას დაუდებ ისრაელის სახლს იმ დღეების შემდეგ, აცხადებს უფალი, შინაგანში ჩაუდებ მათ ჩემს რჯულს და გულებზე დაუწერ. მე ვიქნები მათი ღმერთი და ისინი ჩემი ხალხი იქნებიან. და აღარ ასწავლის თითოეული თავის მოყვას და თითოეული თავის ძმას, შეიცანი უფალიო, რადგან დიდიდან პატარამდე ყველა შემიცნობს, ამბობს უფალი, რადგან ვაპატიებ მათ უგჯულოებას და აღარ გავიხსენებ მათ ცოდვებს. და ამას მე ახალ აღთქმაშიც იმეორებენ გახსოვთ, ხო? ასე რომ კონტექსტი ამას თქვენ გიკარნახებთ, ამბობს ჯონ მაკარტური, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თქვენ უნდა მიიღოთ ეს ზოგადი დაპირებებიც. გასაგებია, დიახ, მადლობთ. მადლობას უხდით რონი ბატონ ჯონს. ძალიან საინტერესო ის იყო, სხვათა შორის, ვინცაც ახლა ბიბლიას კითხულობს, ახლა საქართველოსმა საერთოდ არის ამ ბიბლიის კითხვა, მაგრამ შეიძლება საერთოდ გამოვტოვოთ რაღაცა, ან ზედმეტად ავიღოთ ჩვენ თავზე. არც ერთი არ არის კარგი, ხო? ასე რომ ძალიან კარგი, ეს მადლობა ბატონ ჯონს ამისათვის.